სატყეო სექტორში თანამედროვე გამოცდილების დანერგვასა და საქართველოში ტყეების მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე სატყეო სექტორში დანერგილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციაზე, ასევე ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის 2014 წლის სამოქმედო გეგმაზე ემსჯელეს. ღონისძიებას ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. ევროპის ტყეების მართვის მდგრადი მართვის კრიტერიუმები მოიცავს ტყეების კატეგორიზაციას სარეკრეაციო ზონის, დამცავი ტყეების და სამეურნეო დანიშნულების ტყეების ზონირებას, ანუ უნდა განისაზღვროს ის ზონები, სადაც შეიძლება თქვა სამეურნეო საქმიანობის წარმოება, რომელი ტყეებია დაცვითი ფუნქციის მატარებელი და რომელი ტყეებია სარეკრეაციო დანიშნულების მქონე ტყეები. აი ამ მიზნით შედგა დღევანდელი შეხვედრა, რომ დაიწყო საქართველოში ტყეების ზონირება. არამნიშვნელოვანია, რომ ტყის რესურსი აღქმული იქნეს არა როგორც მხოლოდ სამეურნეო, ან მოსახლეობის დამხმარე რესურსი ფიჭვის, შეშის და სხვა არამერქნული პროდუქტების მოპოვების პროცესში, არამედ ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით.